გილოცავთ პირველ რიგში დღევანდელ დღეს. სანამ რაღაც ნაწილი მოყოლის ნაწილზე გადავალთ, რაღაც ორ ნაწილად გავყავით დღევანდელი ის ნახევარი საათი, რომელიც გვაქვს. ერთი ნაწილი იქნება რამოდენიმე ისტორიას მოგიყვებით ევროპასთან დაკავშირებით, ჩვენ ეულ ხედვას და მეორე ნაწილი იქნება, რომ ცოტა რაღაც განსხვავებული რო ყოფილიყო, ინტერაქტიული რო გავაკეთოთ და თქვენ ნებისმიერი შეკითხვა, რაც გაგიჩნდებათ ევროპასთან დაკავშირებით, ჩვენ მომავალთან დაკავშირებით, ქვეყანას გულისხმობ და არა კაცებს, ან თუნდაც ჩვენ როგორც კაცების, შეგიძლიათ დაწეროთ და მე ავიღებთ ამ დაწერილ შეკითხვებს, არ არის აუცილებელი რომ სახელი და გვარი მიაწეროთ, თუ ემის სურვილი არა გაქვთ, უბრალოდ კითხვები რომ დაწეროთ და მე ჩვენ როცა ისტორიის ნაწილს მოვრჩებით, ამას ავიღებ და შევეცდებით რომ ყველას ვერ, მაგრამ ბევრს უპასუხოთ ჩვენეულად. ჩვენეული ხედვა შემოგთავაზოთ ამ პრობლემის. შეიძლება კითხვა არ იყოს, ამ რაღაც პრობლემა იყოს და ეგ დაწეროთ. ან ნებისმიერ რამე გაგვიხარდება. სანამ ისტორიას გიორგი დაიწყებს ალბათ პირველს, მე მანამდე ჩავალ და დავარიგებ ამ ესე და გადააწოდეთ და მე რაღაც დაგვიბრუნდება ეს ბლოკნოტის ფურცლებს მოვახებთ და მე ავიღებთ. მე მგონი გასაგებად ავხსენი, ხო? ეხლა ისი თქმა უნდა და მე გეტყვი. მეც მოგესალმებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს. ძალიან დიდი პატივია, როცა გამოდიხარ გერმანიის ელჩსა და საფრანგეთის ელჩს შორის. დაახლოებით გავს ოლიმპიადის გახსნაზე საქართველო გამოდის სულ ამ ორ ქვეყანას შორის და იმათ დიდი დელეგაციებია და ჩვენი შუაში მოკრძალებული. ეგრე გრძნობ თავს ეხლა ოლიმპიელად. ჩვენ ოთხივენი მხარს უჭერდით იმ თავითვე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას, არა მარტო ტექსტებით, არამედ რაღაც აქციებზეც მონაწილეობდით, დავყვებოდით არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგიონებში, სოფლებში, პატარა ქალაქებში, ხალხს ვესაუბრებოდით, რა არის ევროკავშირი, რა შიშები გვაქვს ევროპასთან დაკავშირებით. ეს ამ შიშებიდან რომელია რეალური, რომელია გაბუქებული, რომელია ყურით მოთრეული და ასე შემდეგ. ასე რომ ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ ეხა პრაქტიკული რა დაგვემართა. მე და ირაკლი, ოღონ ეს ირაკლი ვახტანგიშვილი ვართ ქუთაისის ბაღი არის ცენტრში და ვარიგებთ ფლაიერებს. ეს ხდება აი მოლდოვას და უკრაინას რომ მისცეს კანდიდატის სტატუსს და ჩვენ რო არა, აი ეგ პერიოდია და ფლაიერებს ვარიგებთ, რომ აქ ხელისუფლების ბრალია ეს ყველაფერი და ერთ კაცს გაუწოდე ეს ფლაიერი იმაში, ბაღში და რო დახედა მითხრა რომ თქვენო ცუდი ხალხი ხართ, ომი გინდათო. და აიო ნაღდი ფლაერიო და თვითონ ამოიღო საპასუხო ფლაიერი ჯიბიდან. საიდან მქონდა არ ვიცი და მომცა თავის ფლაიერი. დავხედე ხა ამ ფლაიერს და არის ერთ მხარეს აწერია რაღაც ნეიტრალიტეტი, ესა ისა, პატრიოტ ალიანსის მესეჯ ბოქსი და უკანა მხარეს ამ ფლაიერის არის საქართველოს რუკის კონტური, ოღონდ 18-21 წლების საქართველოს რაც იყო. ვეუბნები რომ ბატონო ჩემო ეს ქვეყანა რომ მივიღოთ მე რომ მეუნები ომი გინდაო 4 ქვეყანას უნდა ეომო რომ ეს მიიღო რაც აქ ხატია მინიმუმ 4-ს და თურქეთს რო დაუწყებ ომს კიდე ნატოს წევრია და 1-25 ქვეყანა იმას მიეხმარება და კიდე მე მინდა ომი მეთქი და უიო მასე კი არ მიფიქრიაო ხო და ეს არის ბევრი ისეთი შიში ცირკულირებს და ამას რა თქმა უნდა ვიღაცები პედალირებენ რომ თუ არ გაიაზრებ მართლა გეგონება რომ მართალი არის. ასე რომ ჩვენ იმ დროიდან მუშაობთ ამ თემაზე, როცა ჯერ კიდე ესეთი მიდგომა ექონდა ევროკავშირის ადრე ხო გახსოვთ? ჩვენი კარი თქვენთვის ღია, მაგრამ ჯერ თქვენ მზად არ ახართ. გახსოვთ ეგ პერიოდი? არა? ახსოვთ რა ეხაც ეგრეა ფაქტიურად. არა, ეხა გაგვიღეს ოღონ ჩვენ ვიპრანჭებით.
რო არა ესეთი ევროპა არ გვინდა უკან უნდა დაბრუნდეს ევროპა ჩვენ სადაც მოგწონდა იქ ხო და ეს პერიოდია რა ჩვენი კარი თქვენთვის ღიაა ოღონდ თქვენ ჯერ მზად არ ახარ და ცოტა გაუგებარია ჩემთვის ეს რას ნიშნავდა პრაქტიკაში და ერთხელ მივხვდი ტოიოტას ცენტრში ვიყავი მანქანა მივიყვანე გასაკეთება და სანამ აკეთებენ შოურუმში დავდივარ და ახალი მანქანები დგას დიდები და ერთ-ერთი ჩავჯექი ყველაზე დიდში ესეთი მანქანა შეგიძლია ჩაჯდე რა შეიძლება კიდე გაატარო კიდეც ალბათ მაგრამ ნუ ჩაჯდომა შეიძლება რო ჩავჯექი ხა რაღაცა მგონია რომ აი რა კარგი მანქანა ახალი კომფორტული ლამაზი აი ეს არის ევროპა ვფიქრობ რა და ამ ფიქრში კარი მოვიხურე და თითი მომყვა კარში და მაშინ მივხვდი რას ნიშნავს რომ ჩვენი კარი ღია მაგრამ თქვენ მზად არ ახ ეთყობა მაგას გულისხმობდნენ რომ ეხა რო შემოგიშვა იმ კარში რაღაცა მოყვება მაგრამ შეგვიშვეს ეხა უკვე სხვა პრობლემებია ამ პრობლემებზე ჩემამდე გამომსვლელი პატივცემული და ჩვენს მერე გამოსვლელი ისაუბრები ირაკლი რა დააგროვდა რა მეკითხები ჯანელენ შენ პირველი შეკითხვა არის შენთან ბერლინში ჯანელამ ქართველობა ხომ არ დაკარგა არა მე აქ დავტოვე და ისე წავედი სულ ეგრევ შვები რომ იქ ვინმე რამე აეროპორტის პარკინგზე რა ეკა ვინ დასვა შეკითხვა ვინმეს ქართველობა ხო არ გაქვთ ნაპოვი ბერლინში ეს მე მგონი ჯანელას იქნება გიორგის დიდი ქართველობა და არატანინებენ თუ ბარგი არა აქ ნაყიდი შემდეგი არის როდის შემოგვიერთდებით ყველაზე ევროპული ტრანსპორტის ველოსიპედის მსვლელობაში აჰა ეს კითხვა წეგან მოიტანა ვარიმ გამარჯობა მადლობა საით მიდიხართ ევროპისკენ მიდიხართ საიდან შემოგიერთებით რა უკან მოსაჯდომი თუ გაქვთ ეხლავე გამოგყვებით საბურთალოსკენ არ გირჩევთ ამის შემოსმას იქვე დამთავრდება აღმართებში ჩამოვალ კაცების გამო დარაჯობდი აქაურობას მეთქი კაცები მრავალწერტილი ძალიან მაგრები ხარ და მაინც გახდება საქართველო ევროპის ნაწილი? კითხვა ესეთია, მაინც გახდება საქართველო ევროპის ნაწილი? ანუ თქვენ მაგრები ვართ და მაინც გახდება? ხო, ანუ თქვენ მაგრები ხართ და თქვენ უშლით ხელს, მაგრამ საქართველო მაინც გახდება. ესეთი ეს. თქვენი საყვარელი ევროპული ქვეყანა? საქართველო. ყველაზე საყვარელი. აი ჩაწყობა თუ არ არის ახლა ვიღაცას დაასმევი და მე ამას გიპასუხებ ჯიგარი ხარ ზაზა სახელი უნდა აი საქართველო კიდე ხოდა ეხლა სოფელი რო გეკითხათ და ის რო ერთხელ თქვენი საყვარელი ევროპული სოფელი იგოზეთი იქნებოდა ეჭვმა დაიც აქ ხო არ წერია მალე ალბათ უვიზოს გაგვიუქმებენ და რა ვქნათ პრობლემატური აჰა გავიცინეთ გვეყო იყო ეს ეს უვიზო ხო იცით როგორა ერთს თუ გაუქმებენ მეორეს მისცემენ და გადავიკეთოთ გვარები კაკაბიანს გავხდე მე მოგიხდება კი რა ხდები კაკაბიანს ვა კი ჯანელიანს ჟღერს ეხა ისეთი არ არის რა მე ლაბაძე დავჩები ვიტყვი დედა მყავდა სოფელი მეზარება ეხა საჯარო რეში არე გვარის გადასაკეთება არა შენ იქნები ვანაძორის საპატიო მოქალაქე ხო მე ვანაძორის კოტით მეკუთვნის ვახტანგიშვილიან არ გამოდის ვა ნახე რა აი ეს ის მიხდება მე ტერ ვახტანგიშვილიან კი ესეთი შეკითხვა მადლობა დროის მანქანა რომ გქონდეთ რაც შეცვლიდით დათოსთვის არ უნდა მიმეცა დავკარგეთ დათო ან სათვალეც უნდა მოგეცა მოიცა ეგ მეც მჭირდება დროის მანქანა რო გქონდეთ რა შეცვლიდით თო გეკითხებიან შენც დროის მანქანა რომ მქონდეს ეხა მე პირადად გადავიდოდი სადიცი ქართულებმა რო დავაგვიანეთ გახსოვს
ღმერთი რომ იწევს არიგებს და ცოტა ევროპისკენ მოაზომინებდი. რო გვითხრეს რომ აი აღარ დაგვრჩა და ჩემთვის რაც მქონდა იქ გაგიშო თქვა და ვიტყოდი არა სუდრად კილას გაქვს. ან რუსეთს გადავაწევი ხოდა კი არ უნდა დააგვიანო დროს ცოტა ადრე უნდა მივსულიყავით. ხო აი მეორედ მოსulis მერე რაღაცა ერთმა მაინც რო ადრე გავიღვიძოთ. და რიგი დავიკავოთ რა ნუ საფრანგეთის მერე მე ვარ ან რაღაც ესე. ხო აი მაღალი სკანდინაველი ბიჭი იყო და იმის მერე ჩვენ ვიქნები. ადგილი რო კარგი შევხვდეს. კარგი კითხვა ესეთი, ვის გამოაგდებთ ევროკავშირიდან ჩვენ და ჩვენ ვის ადგილას შევიდოდით. ესე რო იყოს, რომ იცი რა არის, აი შევსებულია და ვინმე თუ წავიდა, რა არის მე ნებისმიერს, ოღონ ჩვენ შეგვიშვა. ნებისმიერს ყრავდი ხეს და გამოაგდებდი გვერდით. ნებისმიერ ორსაც ხო? ხო თუ დიდი ადგილი დაგვრჩერდა. ბრიტანეთი ხო გავიდა და მაგის ადგილას მაგის ადგილას ეგ კუნძულოვანია და ჩვენ მაგის არ ადგილას გვეყოთ. ფინეთი და შვედეთი შევარდნენ. ხო, მაგრამ ჩვენ უთხრათო ჩვენ თან ახმავარ დაგვიძახოთ პატარა ბრიტანეთი. ოღონ მეგვე. მადლობა. ნანო ბრიტანეთი. სუ ამ მიმართულებით არის, რომელი გირჩევნიათ ევროკავშირმა მიგვიღოს ერთ-ერთ ქვეყანად თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთ-ერთ შტატად. ვა, დაუფიქრდით? მაშინ ვიქნებით ისა. ქვემო ჯორჯია, პატარა ჯორჯია, გაღმა ჯორჯია. ქვემო არა, გაღმა გაღმა ჯორჯია. პირიქითა. პირიქითა ჯორჯია. ხო, მაგრამ მანდ მე ეხა ჯერ როგორი ის არის ქვეყანაში, ხალხი დაყოფილი და მე მანდ რო დაიყოფა არა ევროპა ჯობია და არა ამერიკა და ერთი შარი გველოდება კიდე. ჯობი ან ერთმა მიგვიღოს ან მეორე. ან ორივემ. ორივემ რომ მიგვიღოს, მაშინ გაიყოფა ხალხი. მაშინ კარგი. ხო, ისე მაგარი რა, იცი ორივემ რო გვეუბნება, ამერიკაც გვეუბნება რომ მიგიღებს შტატად, ევროპაც რო შემოდით ქვეყნად და ვიღაცეებს მაინც რუსეთში რო უნდა. ეგენი ხო არ გაქრები. ვიღაცა მაინც იქნება. აი ეს 37 მანეთად მე. ვიღაცა რა რამდენიმე სახელმწიფოს გეტყვი, მაგრამ აგერ არის ყოველ დღე, ან ეს მიმართულება რატომ? ყოველ დღე რო ვიზეიმოთ ევროპის დღე ურიგოდ არ მიგვიღებენ? შეამჩნევენ რომ რაღაცას მაიმონ. ხო, როგორც მინიმუმ პასტები ქრება. გუკა აბრამიშვილის ვამს კითხავს, აქ მითითებულია ვის წერს, ესე იგი უნდა წამეკითხა საქართველოს გარდა ვინ რომელ ქვეყანას გავხართ? ჩვენზეა ლაპარაკი. ჩვენ გავხარ დიდი ბრიტანეთი. ევროკავშირი არ არის, მაგრამ ნუ ხო, დიდით რა დიდი დიღომი. ნებისმიერ დიდით უნდა იწყებოდე. შენ მე მოუფიქრე დათოს და ეხა დათომ. არა, ისე დაიწყე რომ მეთქი გაქვს. არა ვიცი. მე ბენილუქსის ქვეყნებს რა. რატო ეგეც რო გითხრა, თორე არაფერი საწინააღმდეგო არა. რატო არა? სხვირი მოძურა ბიგურას არა. ესეც მადლობა. იმიტომ რომ მე ვაერთიანებ ერთმანეთში ბედნიერებას. სილურჯეს ფეხზე მაქვს. და კიდე რა, ნიჰილიზმი. ნიჭი. ბედნიერება ნიჭი და ლურჯი. ხო. და ქსი რა არის? არა, ის ლუქსი. ლუქსი არის. აი რომელ ევროპულ კერპს დაიმატებდით ლაბაზი ძმის საქაბაბეში. კერპს თუ კერძს? კერძს. კერპძ ხო, კი ბატონო, ძს. ის ხდა ძ არის როგორც. არა, აქ ესე. ძალიან იშვიათია პდაზ რო ერთმეს. რომელიღაცას წერს უცნაურად. არა, თავიდან რელიგიური შეკითხვა უნდა და კერპს რო დაწერა. მე გადავიდა იმაზე, გასტრონომიულზე. რომელს დაიმატებდიო? თუ არ გაქვს ესე ნაფიქრი. არა, არც ერთს. ეს ამატებს იქით, პირიქით. არც ერთს, ეს არის შეუვალი. როდის მიგვიღებენ ევროკავშირში? სულ ეს კითხვები. როდის მიგვიღებენ? ჩვენ რო გვისვამ, ნამუსი არა გაქვს. ჩვენ წინ იყო გერმანია, იმის წინ ევროკავშირი. ჩვენ შემდეგ თუ ძალიან
არ გეჩქარება დარჩით 1 წუთი საფრანგეთის ელსა. მაინდა-მაინც ჯანელიძემ რატო უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი. შეინახე ფუძელი და დაუტოვოთ საფრანგეთის ელჩს. როგორ წარმოგიდგენიათ ევროპაში შესვლის პროცედურა? ნუ თავიდან სისხლისა ერთო აუცილებლად ყველას. მე კიდე სხვანაირად მაგას მიგვატანინებენ. წინა დღეს რო ვიბანაოთ ეხლა. მე პირიქით, როგორც 64-ში, აი პირველი 40 დღე გატარებენ. და გადა 40 დღის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ან ევროკავშირი ან დსთ-ში. ხო და ეხლა ვართ აი დსთ-ს რო გათვალიერებიებენ იმ პერიოდში. მე მელოდებით? როგორ დავჩიეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტიო? აი საქმიანი პასუხი. ისე რომ კანონი არ დავარღვიოთ. ის პრაქტიკული შეკითხვა მოვიდა. აი ვიღაცა გამჭრია ხი. ფიქრობს არ გვიღებენ. ჩემ თავს მაინც რამენაირად უშველო. მე მაგ ქვეყანა გადადა, ეხლა თვითონ ჩალიქო. მე მაგ მაგაზე ნაფიქრი. 90 დღე ხო შეგიძლიათ ყოფნა. თუ წახვალთ შვედეთის ჩრდილოეთში, იქ სადაც პოლარული დღეებია, ეს პოლარული დღე გრძელდება 6 თვე. დღეღამია კანონში თუ დღე? რამ 90 დღეზე მეტი. დღეღამე. 90 წელი შეგიძლიათ დარჩეთ. 99 წელს გამოხვალთ 6 თვით. მერე შეგიძლიათ ისე 90 წელი გაგზავნა. მერე მკითხეთ და რამე ან კანონმდებლობაში შეიძლება. თუ არა და ჩვენს მერე საფრანგეთის ელჩია. აი, მაგარი უნივერსალი. მაგარი დავასაქმეთ ის კაცს. საფრანგეთის ელჩი. ევროკავშირთან დაკავშირებით არის ყველაზე საქმიანი შეკითხვა. რა არის თქვენი საყვარელი ფილმი და რატომ? ქვევრი. და რატო საფრანგეთის ელჩი? ეგეც მეღვინეობასთან კავშირშია და გეტყვით. ქვევრი ის არის, იტალიური იმით არის სხვათაშორის. ხო, მაგრამ მეღვინეობა, ვიცი იტალიური. ლუიჯი პირანდელოს. ველოსიპედი იყო. ასე რომ ევროპა რო არ იყოს, ქვევრიც არ გვექნებოდა ფილმი. ოდა ცარიელი ქვევრი გვექნებოდა და გავსხდებოდით სმით. მარტო გვექნება. რატომ უდრის ევროკავშირში გაწევრიანება ომს? მეც მაინტერესებს ეს. ისევ საფრანგეთის ელჩს კითხო. არა, ეგ უკვე იმას უნდა კითხო. აქ რო არ არიან დღეს. ბიჭო, სანთლით რო ეძება ვერ იყო. ბიჭო, ეხა ეს ვიღაცამ გარედან შემოაქსა. ვიღაცას ქუჩაში გავლედ მოუთხა, იქ თუ მიდიხარ, მიდი ეს კითხვა ჩააგდე. აი მეორე შეკითხვა კიდე ევროპაზე. თეატრში რატომ არ დადიხართ? ვინ არ დადის თეატრში? აციეთ ხელი. დავდივარ თეატრში სხვათა შორის. შენზე არის მაშინ შემდეგი შეკითხვა, ლაბაძემ წინდები სად შეიძინა? მაჩუქეს. უნდა თქვა ვინ? არაბებმა რაღაცა. რუსებმა ვინ გაჩუ. არა, მე ოჯახის წევრებმა. წიგნიან ფილმი ქართული, რომელიც ყველაზე ევროპულია, ნიკოლოზ შუბითიძის შეკითხვა. ნახე. სახელდაგვარი თან დაურთო. ეს მას შემდეგ რაც გავარკვევთ, რომ ქვევრი არ არის ქართული. მე ვიცი ერთი წიგნი პირდაპირ მოპარულია. ევროპულისგან და ეხა ვერ ვიტყვი. პირდაპირ მოპარულია მაღაზიიდან, ესე ვთქვი. ავტორს ეწყიდება. ფილმი? ფილმი მოპარული არ ვიცი, მაგრამ ევროპულ ფილმს ისა რა ქვია? რაჭაზე რო ფილმია. რაჭა ჩემი სიყვარული? ნახევარი ხო ევროპაში ხდება. სლოვაკეთში. თუ ის რაჭველები ყველაზე ნელები მსოფლიოში. რომელი გინდოდა? ევროკავშირის გაწევრიანების შემთხვევაში როგორ შევათანხმებთ კასპის მერიასთან ერთსქესიანი ქორწილების საკითხს? აი, სანერვიულებთ აქ ვიღაცას. არა, ჩვეულებრივად კასპის მერია დარჩება ესე ალმასივით. არა, ევროკავშირის ერთადერთ რაიონად, სადაც ცემენტის ქარხანა და ერთსქესიანი ქორწილის აკრძალვა იქნება კონცენტრირებული.
სივრცეში. ერთი რეფერენდუმი გველოდება კასპის მასშტაბით პატარა მე ხართ თუ არა თანახმა კლასიკური შეკითხვა მე მეგონა თუ არა თანახმა გივი მოიყვანოს ზაური რაღაცა ეგეთი ხო? ხო არა მგონია ჩვენა იყოს ახლა გავაყოლოთ ზაურის გვეშველება რაიონებში რომ დავდიოთ ყველაზე ხშირად გვისვამდნენ ამას რომ აი ერთსქესიანი ქორწილება რომ დაუშვან და ამოვიდა ყელში და სოფელში ვართ რა და წამოდგა ერთი რომ ერთსქესიანი მე ვთხარი ხო ხართ ამ სოფლელები აბა დაფიქრდით რომ დაუშვან ერთსქესიანი ქორწილი რომლები იქორწინებდნენ აი სუსნე ერთ ორს გაეღიმა კი მე უარესი შემემთხვა ვიღაცა კაცი იყო ფარდების მაღაზია ქონდა და იმანაც თქვა რომ ევროპა კი კაცო როგორ არა ყველაფერი მოგწონს მაგრამ მეო აქო იპარადებს ვერავიტანო ქუთაისელიო უკან ვიღაც გალიიჟდა და იმის ხმამეს ამას ეუბნება რა გაჩერდი ბიჭო გაჩერდი ეგენი ბევრი ჯობია შენ ხოდა მე ჩემ გასაგონად ამბობს სიდედრი ვარ მე ამის აურა გამწარებული ხარ მიდი ასე რომ ვერ გძნობენ ეგენიც თავს კარგად ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში შესვლის შემდეგ თქვენს გადაცემაში რა შეიცვლება შეიძლება რომელიმე ორი დაქორწინდეს სიმბოლურად რა თქმა უნდა კარგი არ ვარ და კონკრეტულად და კარგი რომ ვარ ჩაამატა კარგი არ ვარ გვიშვებენ ევროკავშირში ვერ გავარჩიე უკან არის მის ხო ჩვენი ხმა კიო ისმისო კიო ოღონდ წინარიგებიდან წევს ხელ უკან ვერც გაიგეს რა ვიცი ირაკლი თუ დაიღალე გამოუშვი ვცდილობ რომ გავარჩიო კალიგრაფია მე ხარო იმან დაგვიბრუნო არა უკან დროში დაბრუნება რომ შეგეძლოს ცნობილ ადამიანს რომელს მოიყვანდით და რატომ სტუმრად ალბათ ხო სტუმრად წინა კითხვები ისეთი იყო რომ უნდა დავაკონკრეტო კი უკან დროში დროის მანქანა რომ მოგცე ახლა მე დავბრუნდებოდი სად იცი შენ არა რომელს ადამიანს მოიყვანდის თუ მოიცადა იქ დაიცადე და იქიდან მოყავს მოყავს ხელით მოყავს ეს ორი ვერსია მაქვს ერთი ბაბილონში ენები რო აურიეს და ნებისმიერ ვინც მოყავს რო არ გესმის და არც იმას შენ და მეორე ქუთაისი რო რომის იმპერიაში იყო აი მაგ დროს მოვიყვანდი ვინმე რომაელს უშენ დამანახე ამის თავი დამანახე იმ სანდლებში და პროსტინით ქუთაისი რო რომის იმპერია იყო არა სათვალე რო გაიკეთე кайქენი კაი რატო ხედავ სათვალე სხვა დამწერლობით ხო არ არის ნაწერი ხო შუქი არ არის როდესაც სინამდვილეში არ გეხუმრება თუ დროს როგორ ახერხებთ გამხნევებას პირველ რიგში საკუთარი თავის ალკოჰოლი გაგიგიათ არის ხერხები უნდა გაიხსენო რომ აუცილებლად არსებობს ადამიანი ვინც შენზე ცუდ დღეშია ძალიან შორსაც არა და თუ ესეთი გულბოროტი ხარ იმ წუთში ბედნიერი გახდებ რომ გაიხსენებ რომ ვიღაცა შენზე უფრო უბედური კაცების გათხოვების შესაძლებლობით დაშინებულ საზოგადოებას როგორ დაამშვიდებდით რას ეტყოდით ერთი რამე მინდა ვთქვა აი ყველაზე უარეს შემთხვევაში ეს გათხოვება იქნება შესაძლებელი და არასავალდებულო ანუ ნუ გეში აი ეს ჯარში წაყვანასავით არავინ გაგათხოვ უფროსი ვაჟი რომ უნდა გაათხოვო არც გათამაშება არ იქნება ლატარიასავით
კი, ეგ იქნება მაკულატურის ჩაბარება რო იყო, ნებაყოფლობითი რაღაც ეგ. არ არის მხლად გიორგის გადააწოდეს რა. პარა ში პროგრამებს იქითო აღსავ. ჩემის აზრით უნდა გამონახოთ დრო და იაროთ სოფელ და აუხსნათ ხალხს რა არის ევროპა და რა სარგებლობა მოაქვს და მოუტანეს დღემდე ქვეყანას. ეს ვინ დასვა ხება რო ადგენს ფერს. ან იმის გვერდზე მიზის აწიოს ხელო ამანო. თქვენ რატო არ დადით? სხვა შორის მართლა ვინ დასვა ხვალ მივდივარ ნიგოზეში წავიყვან. მე გასწორებაზე შევადა თქვენ რაღაცა საქმე რო გააკეთოთ. არ უნდა. არა, სხვათა შორის გიორგი მასე დაიწყო რომ დავდივართო და კი, ველაპარაკე. მე ბევრჯერ ვარ, ყველა იმაში ვარ ნამყოფი რეგიონში. თითქმის. ყველა რეგიონში გვაგინეს მაგის თქმა. ყველაში არა. არა, მერე დაიწყეს გინება. თავიდან არ გვაგინებდნენ. თავიდან არა. მართლა. და თან ხალხი არ გვაგინებს, ჩვენ გვაგინება და მერის თანამშრომლები. კასპის არა. ყველა რეგიონში ვარ ნამყოფი, სადაც ხალხი ცხოვრობს. ერთ-ორ ისეთში რომ ხალხი არ დაგვხვდა. არა ჩვენ გამოკიარ და იცალა, უბრალოდ არ ცხოვრობს ხალხი. რა რეგიონი არის? ხეობები არის, სადაც მარტო ზაფხულშია ხალხი. ხო არის ეგეთი ხეობა. კი. იქ სხვა რამის გამოვიყავით, გიორგი. ფასკუნჩებს ემუქრებოდა საფრთხე. გზა გაყავდათ იმ ხეობაში და ფასკუნჯი არის ეს ჩიტი, რომელსაც ემუქრებოდა საფრთხე და ზღაპრული ჩიტი არ არის? არა, არის ჩაულებრივი. სინამდვილეში არსებობს, მაგრამ კლდეცოცია და ფასკუნჯი, ორი ჯიში, რომელსაც ემუქრებოდა საფრთხე და მე და გიორგი ვიყავით მაგათასასავად წასულე. დაიცავით? დაიცავით, გადარჩა ფასკუნჯი და კლდეცოცია. ამას მეხსიერება ღალატობს. ანდაც ვიყავით და ერთ სოფელში ვიყავით, სადაც ცხოვრობს ორი კაცი, ერთი მე საზღვრე და ერთი მისი შვილი ასევე. ერთი საზღვრის დამრღვევი. რაღაცა თქმა უნდა გაერთოს ორივე. მარტო მე საზღვრე. და მაგ მე საზღვრეს ველაპარაკებოდით ევროკავშირში ინტეგრაცია. დაკავშირებით რა შიშებია და რისი არ უნდა გვეშინოდეს და ზუსტად ის მითხრა, რაც გავრცელებული ის იყო. რა გითხრა? რუსეთი კი იმპერიაა, მაგრამ თურქეთისაც მეშინია მეო. ამ დროს რუსეთი საზღვარს იცავდა. რუსეთი საზღვარზე ველაპარაკები. მე უთხარი რა, რისი გეშინია მეთქი? იარაღიანი თურქი გინახავს მეთქი და არაო. აბა რისი გეშინია მეთქი? დამანებე თავი. წარმოეს სამი თვია კაცი არ უნახავს. ველაპარაკები და ორ წუთში მეუბნება დამანებე თავი. ორ წუთში მოძულა თავი. ესე თბილად ესაუბრებოდა ევროპაზე გიორგი ანტონ თუ კიდე იქნება წასასვლელი რეგიონებში, გიორგის მაინც და მაინც ნუ შევაწუხებთ. ხო, მაგრამ საერთო შტაბ-ეჭედილებები რაც არის, შიშები რა თქმა უნდა არის, მაგრამ 80% მომხრე არის. უბრალოდ ეხა აქ ის არის რაღაცა საინფორმაციო ჭავლის მანქანებია მოქოქილი და მოშვებული, რომ თითქოს პირიქით ხდება, მაგრამ ხალხში ესე არ არის. ვინმე გვანიშნებს, რომ უნდა დავამთავროთ თუ როგორ არის? დროში თუ საფრანგეთის ელჩი რაღაცას ფრანგულად იძახს. როგორ? იმეორებს ტექსტი. კიდევ 10 წუთი. კიდე 10 წუთი. ეხა გიორგი გვიცეკვებს. ევროპულ ცეკვებს. ევროპულ ცეკვებს. ბალკანური დრო დავიწყო. ფრანგულად. იქ დარჩა ორი წაუკითხა ვიკითხო. ხო, იქ დადეს? მე მგონი ყველა წავიკითხე. აი ირაკლის გადავაწოდე და არ წაუკითხავ. მოიტან. ეს გაშიფრა გიორგიმ. ეს წავიკითხე. აბა ეს ნახე. ესეც წავიკითხე, მეტი არ წამიკითხავს. ეს წაიკითხე. ესეც წაიკითხე რა გინდა. თეატრში რატომ არ დადიხართ იყო? ჩაფიქრდა, რაღაცა საინტერესო შეხვდა. მომე ყველა, შენ ხო ეს მაინც წაკითხულია. აი ესეთი კითხვა ვიპოვე ერთი. გამოსულა თუ არა ლაბაძე 9 მაის აღლუმზე? ო? და რამეს ხო ვერ გაიხსენებდა.
მრავალი წლის მანძილზე ყოველ წელს გამოვდიოდი აღლუმზე, იმიტომ რომ ესეთ წესი იყო. შენ კი მეც მომიწია ორჯერ გამოსული ვარ. კი, მეც გამოვსულა. და ერთხელ მე კრისტალი ვარ. შენ ევროპაში. მე არ ვარ გასწორილი. კი. ამ აღლუმის რეპეტიციებს ვატარებდით სადიცი რესპუბლიკის მოედანი კი არა, რა ქვია ეხლა ივერიას წინ. რედისონის წინ ალბათ. ეხა ისევ რესპუბლიკის ქვია. ცოტა ხანი ვარდების. პირველი რესპუბლიკის მოედანი. პირველი რესპუბლიკის მოედანი მართალი. რა თქმა უნდა, სტუდენტი რას იზამს, წავედით დასალევად. მქონდა დიდი დროშები, აი 5 მეტრიანი და იმ ივერიის ქვეშ იყო რაღაცა ლუთხანასავით. ამ დროშებით ხო ვერ შევედით და გარეთ მივაყუდეთ ეს გამარჯვების უზარმაზარი დროშები და ამ დროშებით მოგვაგნო ჩვენმა დეკანმა გამოგვდენა იქიდან და ერთი თვის სტიპენდია დამაკლეს. აი ესე დამაზარალა 9 მაისმა ამომაგდო ფინანსური გრაფიკიდან. ყოველ წელს დავყავდით, ნუ ეხა აზრზე რომ მოვედი, მე აღარ დავდიოდი, მაგრამ ბავშვობაში დავყავდი. თქვენ გაგიმართლათ. კიდე ერთი კითხვა ვიპოვე, მე მგონი არ მიკითხავს, თქვენი საყვარელი ევროპული ქვეყანა. ეს ის იყო დიდი ბრიტანეთი რო იყო. დიდი, ხო, რომელს გავს? ხო, ეს არის თქვენი საყვარელი. მანდა წავა დიდი ბრიტანეთი. თავარე შევეტიო, თორე ყველგან წავა. იმან ვერ გაშიფრა ის. ერთი კითხვა არის გაუშიფრავ. მე მგონი ხა სხვათა შორის კალიგრაფია გამოუსწორებიათ. იმიტომ რომ სამედიცინო სტუდენტები არ არიან ალბათ და შეიძლება. ქართველი ხალხის იუმორი შეიცვალა თუ არა ევროპასთან დამეგობრების, დაწყების და გლობალიზაციის შემდეგ. და ჩვენში რამდენად არის შემორჩენილი საბჭოთა იუმორი. საბჭოთა იუმორი აგერ გვიზის ეს. საბჭოთა იუმორის საელჩო. ელჩი. ძალიან შეიცვალა მართლა იუმორი, მე რო თქვენ ჩემი ბავშვობის ანეკდოტები მოგიყვეთ, დაწყდებით ტირილით. ან გაკვირვებული სახეები გექნებათ, იმიტომ რომ ვერ გაიგებთ რაზეა ხუმრობა და ეგ პრინციპში ალბათ ყველა ეპოქას ახასიათებს არასაბჭოთაც შემომჩნია რომ რაღაცაზე რომ ეცინება, ჩემი შვილები გაკვირვებულები მიყურებენ რომ დაბერდა მამაო. პერსონაჟებიც მაგრა შეიცვალა, აი ერთ-ერთი პირველი პერსონაჟები ჩემი ანეკდოტების იყო სიქულა და გრიკულა. გაგიგიათ ესეთი პერსონაჟები? ხო, საიდან მოდის, ვინ არიან სიქულა და გრიკულა? ალბათ ჭიჭიკია და ბიჭიკია გასაგებია, მარო და მიხოც გასაგებია და სიქულა და გრიკულა. თბილისი რო სომხურენოვანი ქალაქი იყო, ალბათ მაქედან. ალბათ არ ვიცი, ჩემი წინაპრები მაშინ. გოლოვინის პროსპექტზე ყვებოდნენ. ამის წინაპრები მაშინ რომის იმპერიაში ცხოვრობდნენ. უფრო ავრელიუსზე და კომუდუსზე აქ. მერე გადაკეთდა ჭიჭიკიაზე და ბიჭიკია. ხო, იყო ეგეთი პერიოდი, რომ ქუთაისი იყო ის რომის იმპერიის. კი ბატონო, ხონიც სხვათა შორის. ხონიც, კი, კაცო. ანუ მე და შენ ვართ მანდედან. ჩვენ ვართ რომაელები და ესენი რა არის? აი ეს ერთი წამი. ბარბაროსები. ჭიჭია თუ რაც რომის იმპერია იყო. არა, არ აღიარებდნენ. რომის იმპერიაც არ ეკარებოდა. აი სამცხე ჯავახეთი თავს ვიკავებთ რა. ხო, შენ უფრო იქით რა, აზიის ქვეყნებში. შენ სპარსი. ბოდიში ერთი სპარსი წამოვიყვანეთ. ევროპის დღეზე. შევაჯამოთ მაშინ რა, მოკლედ ხო? თუ რამდენი დაგვრჩა დრო? კიდე ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ეხლა ვართ რაღაცნაირად გარდამტეხ მომენტში. ევროპის მხრიდან შეიცვალა ჩვენთვის სასიკეთოდ ვითარება, მაგრამ შიგნით გვაქვს ეხლა უბედურება და იმედია შემდეგ 9 მაისს წინაზე იყო პირიქით და იმედია როდესმე ეს ყველაფერი დაემთხვევა. ჩვენთვისაც რომ კარგი იყოს და ევროპისთვისაც. ხო. და მოდი იმედი გამოვთქვათ, რომ შემდეგ 9 მაისს ჩვენ არ ვიცი აქ ვიქნებით თუ არა, მაგრამ უფრო კაი ხასიათზე შევხვედროდეთ ერთმანეთს, როცა დავინახავთ სად. დიდი მადლობა. კარგად გაგდეთ. მადლობა. დიდი მადლობა. ეხლა მართლა საფრანგეთის დაუთმოთ.
მიალაგეთ ბიჭო სირცხვილი ესე არ დაუტოვოთ.